ყოველთვის ვიყავით აქცენტირებული იმაზე, რომ სამართალი უნდა შეცვლილიყო და ის რაღაცნაირად აუცილებლად მოიტანდა ცვლილებას პოლიტიკაში და მე გარდაქმნიდა სოციალურ რეალობაში. სოციალურ რეალობაში აუცილებლად რაღაცაში გადაითარგმნებოდა. ეს რაღაცა ტიპის მხარდაჭერა, რომელიც სამართლებრივი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ რატომღაც დავიჯერეთ აი ამ სამართლის და ზოგადად ლეგალიზმის აბსოლუტურ უზენაესობაში, რის გამოც მე ვიტყოდი, რომ ეს არის ასევე შედეგი ჩვენი 90-იანების გამოცვლების და მანამდე არსებული ასე თქვა ბევრი სხვა მძიმე გამოცვლების, როდესაც იმდენად არსებობდა, ხო, იმდენად დაკარგული იყო საზოგადოებრივი წესრიგის აღქმა, რომ პირველ რიგში მნიშვნელოვანი იყო, რომ ისეთი სისტემები, როგორც არის მართლმსაჯულება, როგორც არის საზოგადოებრივი უსაფრთხოება, აი ეს სისტემები უნდა გამოსწორებულიყო და ამიტომ აი ამ ლეგალიზმზე ჭარბმა ფოკუსმა გარკვეულწილად ჩამოაყალიბა და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ეს არის ადამიანთა ის ესე ვთქვათ ჯგუფი, რომლებიც არიან კანონმორჩილი მოქალაქეები. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მოსახლეობა მათ შორის პოსტსოციალურ ძირითის ბევრი მოქალაქე არის კანონმორჩილი მოქალაქე. ეხლა ნახეთ, რაში არის ქართული ოცნების ძალიან ჭკვიანი გათვლა, ჩემი პირადი აზრით. მან გარკვეულწილად შეისწავლა საქართველოს მოქალაქეების განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის, ასე ვთქვათ, ქცევა, რომელიც ყოველთვის ცდილობს მოიქცეს კანონის ჩარჩოებში. ეს არის მოთხოვნა ლიბერალიზმისაც, ხო, ანუ ის რომ ლიბერალური მოქალაქე ხარ, ანუ პროგრესული მოქალაქე ხარ და შენ აუცილებლად უნდა გაყვე კანონის ჩარჩოს, მაგრამ ამავე დროს ეს გულისხმობს იმასაც, რომ შენ ესე ვთქვათ, ეს დარღვევა ასევე ამოგაგდებს აქედან, მაგრამ ამავე დროს ეს არის პატივისცემა და რაღაცა ეს ეთიკა, რომელიც გაჯდა როგორც ჩვენ რაღაცა მილენიალების რაღაცა ავიცი მილენიალები უწოდებენ ჯენზიში ან რა ვიცი ყველგან, არის ძალიან გამჯდარი. ეს რას ნიშნავს ასევე, რომ სახელმწიფო, რომელიც დღეს უკვე და კიდევ ახალ ტერმინს შემოვიტანა ამ რაღაცა დასახელებების ხო სახელდების აი ამ რაღაცა ოლიგარქიული მართლობის, ეს არის ავტოკრატიული ლეგალიზმი. და ეს რას ნიშნავს? როდესაც სამართალს ენიჭება იმაზე დიდი მნიშვნელობა და ის ხდება რაღაც ძალაუფლების მფლობელთა ხელში, ის გადაიქცევა манипуляციის, დასჯის, ოპრესიის მექანიზმად. ოღონდ როგორი ხერხით, ხო? ანუ ერთის მხრივ სამართლის განსაკუთრებულად ამ ახალი კანონების რაღაც ინიცირებით, რომელიც გულისხმობს იმას, რომ რაც რის მიზანიც არის მაქსიმალურად შეზღუდოს სივრცე მოქმედების და ასევე ამავე დროს დერეგულაციით, რომელიც პარალელურად იმდენად, ასე ვთქვათ, აკარგვინებს ადამიანებს რწმენას სამართლის მიმართ, რომ ერთის გაძლიერება, ანუ სამართლის როგორც კანონის გაძლიერება, შენ ავტომატურად გაკარგვინებს რწმენას, მაგრამ გიზრდის შიშს. ხო, ანუ ეს რას ნიშნავს, რომ მაგალითად, თუ მე მანამდე მქონდა აი ამ პერიოდში, ხო, სადაც ლიბერალურ დემოკრატიის რაღაცა პერფორმანსს ასრულებდა ქართული ოცნება, მე მქონდა რწმენა იმის, რომ რაღაც ეტაპზე კანონი დამიცავს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბოლომდე არ მწამდეს სამართლიანობის, ეხლა მე ამის რწმენა აღარ მაქვს, მაგრამ ამავე დროს მეშინია, ხო? ანუ აღარ მჯერა კანონის, მაგრამ მეშინია. და ეს არის მთავარი იდეა ავტოკრატიული ლეგალიზმის, რომელიც სწორედ სამართალზე ამჭარ ფოკუსს, ასევე რატომ ჭარ ფოკუსს იყენებს და რატო არის ეს მნიშვნელოვანი, რომ კანონმორჩილი მოქალაქეების მიმართ გამოიყენო აკრძალველი კანონები არის ყველაზე ჭკვიანური გათვლა, იმიტომ რომ ისინი ანუ მათი დიდი ნაწილი უბრალოდ არ დაარღვევს ამ კანონს. მე ვერ დავარღვევ ამ კანონს მაგალითად, ხო? იმიტომ შეიძლება შემეშინდეს, ან მაგალითად არ ვიცი, ვთქვა, რომ კანონში ეს წერია, პირობითად ვამბობ რა, მაგრამ არიან ბევრი სხვა ადამიანი, სწორედ აი ამ აქვე ამაზე რატო საუბრობ, ხო, რომ ზოგადად აი ეს რაღაცა კანონის უზენაესობის რწმენით სარგებლობა საბოლოო ჯამში, რაც ქართულ მოცემა ძალიან ეფექტურად გამოიყენა, რა შედეგამდე დღეს მიგვიყვანა არის, რომ ამ რწმენის სრული გამოშიგნა და ასე ვთქვათ, გამოშიგნის სივრცე შექმნა და ამასთანავე ეს რას ნიშნავს ნორმის შინაარსების დაკარგვას, სამართლის როგორც იდეის სრულიად გამოშვას და ადამიანის უფლებების და რჩება რა, არა სამართლებრივი ბრძანება, ხო? და ეს ბრძანება, რომელიც უნდა შესრულდეს, იმიტომ რომ შენ რაღაცა დაგემართება. და აი ამ დამართვის შიშისგან გამომდინარე ასე ვთქვათ, და ეს ასევე ეს რაღაც ახალი კანონები, რომელიც მათ შორის ეს ოჯახური ღირებულებების და არსლოვანთა დაცვის შესახებ კანონის შექმნა, რომელიც აბსოლუტურად არანაირ სამართალშემოქმედების არც ერთ პრინციპს არ ასე ვთქვათ ეფუძნება და ასევე იქმნება, ხო, და ეს არის ერთი მაგალითი იმის, როგორ იქმნება ბრძანებები,
რომლებიც იმიტირებენ კანონის სახეს და საერთოდ საუბრობენ იმაზე, რაზეც საერთოდ ანერ წარმოდგენა არ აქვთ. ანუ ეს კანონები ბრძანებების სახით ასრულებენ, ასე ვთქვათ, აცხადებენ პრეტენზიას ცოდნაზე, რაც მათ არ გააჩნიათ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სწორედ ამიტომ ჩვენ გამოვშიგნოთ აი ამ კანონის მნიშვნელობა, რომ ჩვენ კი უნდა დავრჩეთ კანონმორჩილ მოქალაქეებად, მაგრამ ჩვენ უნდა გავამბიჯნოთ ერთმანეთისგან კანონისა და სამართლის მოქმედება როგორ არის, ხო, ესეთი გადაჯაჭვული ერთმანეთთან, რომ თუ კანონი არ არის სამართლიანი და ის არ ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგის და საზოგადოებრივი ინტერესის დაცვას, ის არ არის კანონი. ანუ ჩვენ ეს რაღაცნაირად ესეც უნდა გადავიაზროთ ასევე ჩვენ თავში და დემოკრატიაზე მსჯელობის დროსაც ალბათ ცოტა რომ დაგვრჩება მაგას შეიძლება ვთქვათ, რომ აი ეს სამართლიანობის ეს კანონის რაღაცა საზოგადოების ინტერესის გულიდან ამოსვლის მთელი იდეა როგორ უნდა გადაეჯაჭვოს მე დემოკრატიის ახალი იდეას. ანუ ეს კიდევ სხვა რაღაც არის, მაგრამ ავტორიკრატიული ლეგალიზმი თავისი არსით არის მართლა ძალიან საშიში, იმიტომ რომ ერთის მხრივ ხო გვაკარგინებს რწმენას, მაგრამ თან გვიზრდის შიშს და მგონია რომ ამაზე ასევე საფიქრელი გვაქვს.